ახლა შენ რო სიხარ და მიყურებ გაინტერესებს ხართ თუ არა ერთმანეთის ბედის წერა შენ და შენ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? ხოდა მოდი გავარკვიოთ. ხართ თუ არა ერთმანეთის ბედის წერა. ბედის წერა ძალიან ისეთი მცნებაა, ზოგადად შეგიძლია რომ ადამიანი შენს ბედის წერა დაქციო და სამყარო ბევრ ალტერნატივას გიგზავნის ამისთვის და შენ ხარ შენი ბედის ფერმწერი ყავადაღლე და უყურეთ. მაგრამ მაინც თქვენ იმ ასარჩევი ბედის წერებიდან გყავთ თუ არა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენ soulmate-ად. გავარკვიეთ. ხართ თუ არა ერთმანეთის ბედის წერა. თქვენ და თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. ის რა თქვენ ქმნით თქვენს რეალობას, აბსოლუტურად ხართ ერთმანეთის ბედის წერა და მეცეს გეტყვით, იმდენად ხართ რომ თქვენ შორის უნდა იყოს შპილი, უნდა გყავდეთ ბავშვი, რადგანაც თქვენი გულის ტკივილი, რომელსაც ერთმანეთს ჩუქნით და ერთმანეთისადმი რაღაცნაირად მიგავთ, თითქოს ეს უნდა იყოს ერთმანეთზე უფრო მეტად ალტერნატიული და ეს თქვენი სურვილები არის ისევ ერთმანეთიდან წარმომდინარე და ნების წერა, ბედის წერა ხართ ერთმანეთს და მთავარი ძალა ამ ყველაფერში არის ის, რომ უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ რომ ერთმანეთთან ილაპარაკოთ, კონსენსუსამდე მიხვიდეთ, რაღაც კონკრეტულ აზრამდე მიიყვანოთ ერთმანეთს და უბრალოდ აი ძალიან ბედნიერ ადამიანებად აღგრძნობინოთ ერთმანეთს თავი. კომუნიკაციაც შედგება თქვენ შორის ძალიან მალე და იქნება ერთმანეთისადმი რაღაცა ძალიან დიდი ერთმანეთისადმი. მოდი ვნახოთ, რამდენად იზიდავთ ხო, აი ძალიან იზიდავთ ერთმანეთის ძალა და ვნება და დიდი ქარიშხალი ხართ, სადაც არ გინდათ რომ დაკარგოთ ერთმანეთთან. იმდენად იზიდავთ ერთმანეთს, რომ როცა ხედავთ, როცა თქვენთან ერთად არის ეს ადამიანი, თითქოს ავიწყდება გარემო პირობები, თითქოს ავიწყდება გარშემო მოცემულობები და ის მთავარი ძარღვი, რაც არის ქიმია, სიყვარულამდე რაც უნდა იყოს, აუცილებლად ძალიან დიდი ქიმია და სიყვარული გაქვთ და სიყვარულთან ერთად ძალიან დიდი ქიმიაც გაკავშირებთ ერთმანეთთან, გილოცავთ, თქვენ ერთმანეთის ბედის წერა ხართ. დასტის ბოლოს ამოდის რომ აფიქრებთ მუდმივად ერთმანეთს და ერთი არკანით ბოლო ამოღება არკანი, აი ამ საჯარო გასვლაშიც არის ის რომ ერთმანეთის ძალა და ენერგია ხართ, სადაც უბრალოდ ძალიან ავსებთ ერთმანეთს. იმდანად ავსებთ ერთმანეთს, რომ მე უკვე ყველა სხვა ხოდა უფუნქციოა თითქოს თქვენს გარეშე, აი თვალი არ შეიმჩნევთ ანთება მაქვს მესამე დღე. ხოდა უფუნქციოა თქვენს გარეშე და ძალიან ცუდად, ამიტომაც კი ეს ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და ის რომ ერთმანეთისთვის დაიბადეთ, ბევრჯერ იმის მაპროვოცირებელია, რომ ბევრი სირთულა უნდა გამოიაროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეერთდეთ. ნათლული ყურადღებისთვის.